საფუტკრის პროდუქტულობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მის მდებარეობაზე. ტერიტორია უნდა შეირჩეს შემოდგომაზე, რომ გაზაფხულზე ფუტკრის გადაყვანამდე მზად იყოს. არ შეიძლება საფუტკრის განთავსება ავტომაგისტრალებთან, ფერმებთან, ქიმიურ საწარმოებთან ან მაღალი ძაბვის ხაზებთან. ეს ფაქტორები უარყოფითად მოქმედებს ფუტკრის ჯანმრთელობაზე და პროდუქტზე. საფუტკრი უმჯობესია განთავსდეს მშრალ, ქარისგან დაცულ ფერდობზე, სამხრეთ ან სამხრეთ-დასავლეთის მხარეს. უნდა ერიდოთ ტენიან, ჩავარდნილ ადგილებს და უზრუნველყოთ დილისა და საღამოს მზის შუქი, ხოლო შუადღისას ჩრდილი. ახლოს სასურველია ჰქონდეს პატარა ნაკადული, მაგრამ არა დიდი წყალსაცავი. მნიშვნელოვანია გარშემო 2-3 კილომეტრის რადიუსში უხვად იყოს თაფლოვანი მცენარეები: აკაცია, ცაცხვი, წაბლი, იონჯა, მზესუმზირა და სხვა. ისინი უზრუნველყოფენ ნექტრის უწყვეტ მოპოვებას სეზონის განმავლობაში. სკები უნდა განთავსდეს მყარ გრუნტზე, ერთმანეთიდან 3-4 მეტრი დაშორებით, ჭადრაკული რიგებით, 30-50 სანტიმეტრის სიმაღლის სადგამებზე. ფუტკრების უკეთესი ორიენტაციისთვის სკები იღებება სხვადასხვა ფერში: ყვითელი, თეთრი, მწვანე ან ცისფერი. ასე მოწყობილი საფუტკრე ქმნის უსაფრთხო, ნაყოფიერ და ჯანმრთელ გარემოს, როგორც ფუტკრისთვის, ისე მეფუტკრისთვის.